ეხლა პატარ-პატარა გურული ისტორიები თუ არ შეგაწყენთ. მოუხდება ამიტომ მოსული. გურულს კითხეს სიგარეტი ხომ არ გექნებაო და. ჯო მექნება ავასულას ხომ არ ვიქნებიო. იმედიანად. ხოდა. ჩვენც იმედი ვიქონიოთ რომ ამახალწელს გვექნება. სულას ხომ არ ვიქნებით კაცო. მოკლედ სვამენ ჩემთან სამეზობლოში როგორც ყოველთვის და ერთ-ერთი მორიგის სუფრაა და ერთ-ერთმა სტუმარმა აღნიშნა რომ ჟორაბიძეო აიღვინო ევიდა თავშიო. ო კი ოვიძია მაისიც არიელეს ეძებსო. გურამ ბურჭულაძემ ყავდა ერთი ბიძა აცხონოს ღმერთმა საოცარი ადამიანი გია ბატონო და ძახალი ყავდა კიდე საოცარი კაცი ბატონი რენო და ეს გურამის მძახალს ინფარქტმა დაარტყა. გულმაში აწუხა და მოხდა საავადმყოფოში და ისე მოხდა საქმე რომ ერთი კვირა ვერ ნახა გურამა თან მარტო მძახლები კი არ იყვნენ კაცო მთელი ძმაკაცობა და ყველაფერი ერთად იყო ეს ხალხი მოკლედ რა სულ ერთად განიხილებოდა. ჯო ისე მოხდა რომ ვერ ნახა თავისი ძმაკაცი და მძახალი გურამა ერთი კვირის განმავლობაში. და ერთი კვირის თავზე როგორც იქნა მივიდა და ქეუსაყვედურა ვიჯო ალალმართალად ამ კაცმა რომ ვიჯო არ გწვენიაო გურამიაო ვიჯო წევოდიო ვიჯო კაცი ერთი კვირაო საიყავი რაფერ არ ვნახეო. რა მეგონა თუ გადარჩებოდი თორე რა ვარ ნახავდიო ვიჯო. არ ქონდა ბოლომდე იმედი. ჩემთან სოფელში სამეზობლოში კიდევ ერთხელ მორიგის სუფრაა გაშლილი ჩემო ბატონო და ერთმა ჩვენმა მეგობარმა აიჩემა რომ დღესო უნდა წავიდეო სანადიროთო დათვზეო ბახმაროს გზას უნდა გაუყევო თრალი კაცი ახლა და ბიჭო დაეტაკა ყველა კაცს კარგი ოჯახის შვილია აი მართლა გამორჩეულად სოფელში რომ კარგი ოჯახი ქვია მამისი წარმოსადეგი ადამიანი ყველაფერი ჯოშე შინაური მეზობელი ნათესავი ყველა დაეტაკა სამიდი ხარ ამ შუაღამეზე ღამის პირველ წელს თრალი კაცი რაღაც და არა უნდა წავიდე მე ერთმა ჭკვიანმა კაცმა უთხრა ბიჭო გზა აგერევაო უნდა მოვლივ ამ შუაღამეზე არა მერევა უთხრა ჩემო რამაზვიძიაო საქონელიო ხომ ბრუნდებაო სახშიო ტყიდანო და საქონელის ყვალს გამოვყვები და არა მერე საქონელის არა ვიძიაო მამაშენის ყვალს გაყევიო ვიო უგაყოლაზია ერთსაც მოყვები და პატარა პაწეხანი გაგეშობით ჩემო ბატონო ისე ეშინოდაო კაცო პარაშუტით გადმოხტომის უპარაშუტოდ გადმოხტაო